დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიო ჩვენი შოუს შემდეგი სტუმარი, ეს გახლავთ პაროდიის თეატრის მესი, ანუ ბატონი მერაბ სიჭინავა. მადლობთ ჩემო კარგო. ჩემო მერაბ, იქი მინდა ისი დავიწყოთ. არაერთხელ გითხრა და მართლა ასე რომ ჩვენ მაყურებელს აი განსაკუთრებით აინტერესებს ხოლმე სცენის მიღმა მიმდინარე ამბები. აი კულისებში რა ხდება, ის რაც ასე ვთქვათ ნაკლებად არის ხილული მათთვის და შენი მეშვეობით, აი ჩვენი შოუს მეშვეობით ამ ყველაფერს შემდგომ ფარდას ავხდით ხოლმე და უყვებით ამ დეტალებს და მე მინდა გაიხსენო ის პერიოდი, როდესაც ფილარმონიაში ვიკრიბებოდით და როცა მიდიოდა აი გაგანია ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი, რეპეტიციები და აი ეს ატმოსფერო, რომელსაც შენ საუკეთესოდ გადმოცემ ხოლმე. ჩემთვის ძალიან ლამაზად გასახსენებელი და რა ვიცი დღემდე მომყვება ეს სიხარული, ეს სიყვარული, ის აღდგენება, აღმაფრენა და რა ვიცი რაც მაშინ ხდებოდა. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ მე ამ წუთებით და მე მინდა გავიხსენო ერთი ჩვეულებრივი დღე, როდესაც ტარდება რეპეტიცია, ბატონი ჯემალი იბრძანდება. მე ნინაკა გურამჯაში, მერაბ გეგეჭკორი და ასე შემდეგ ყველანი ჩვენი მეგობრები ერთად ვარ და მიდმინარე მუშა პროცესი არის. ვახმოვანდით, მაშინ 90-იანი წლები იყო, თუ არ ვცდები და ესეთი რაღაცები დავამახსოვრდა. ნუ ბესო არის ზურაბ ჟვანია, ვაიმე გლახათა ვარ, რა ვქნა არ ვიცი, ბატო ედვარდ. დამუშავების პროცესში ვარ. აქეთ ბატონი ედუარდი. კაზო რაღაცა კონსენსუსი ხომვა არსებობდეს. ბიუჯეტის საკითხის განხილვა მიდის, ჩემი გეგე, მერაბ გეგეჭკორი ანსახიერებს შესანიშნავად. აქეთ მე მქონდა ჩემი ვახორჩეული შვილის პაროდია, რასაკვირველი, აუცილებლად თქვა. თუმცა, ჯერ უნდა შესრულდეს ქვეყნის ბიუჯეტი, მოკავშირის წევრებს მოგდით მეტი. და აი ასეთი შეკრებითობა გვაქვს ყველაფერი. ჩემი ნინა განსახიერებს რამდენ იმ შემთხვევაში თევდორაძეს, ელენე თევდორაძეს, მოიცათ, ზურიკო სრულიად მართალია და აი ასე ვქონდა აწყობილი, მაგრამ აი ამ გახმოვანების და მუშა პროცესში იქ იმდენი იუმორი იყო, იმდენი რაღაცები იყო, რომ რა ვიცი, გადმოსაცემად ცოტა ძნელი არის და მაგრამ ძალიან ისეთი ლამაზი და ბედნიერი წუთები იყო ჩემი გურამჯაში ბორის ციფურიას პაროდიას ასრულებდა მაშინ ფორტუნა მიყავდა აბა ძალიან საინტერესოა ჩემო ჯვირფასო ჭყილებო ის კორპუსი მაღალი იყო თუ დაბალი რა თქმა უნდა მაღალი სწორია ეს ტაში თქვენ ეს სიხარული თქვენ ნინაკა მე ასეთები ზამბობდა აგენ ჩვენი როსტომაშვილი დათო ნუ ახლა მეცეთ ნუ გახურეთ საქმე იქ თავისი სვანის თემები ქონდა ამ დროს შემოიხედა ჩვენმა უსაყვარლესმა დაუვიწყარმა ზურადოიჯაშვილმა აუ მამუკა აქ არის მამუკა ასე ძირდა სულ მამუკა ხოდა თავისი კაცობრიობ გოჩაჭრომ სარჩული ოხ ჭერშორჯ რაღაც თქოს ვერა და დეუბნებოდა და აი ასეთი ძალიან თბილი სიტუაცია იყო ჩემი ლევან შენგელია დადის დელედადრე ალიონზე ზამოვდეგი უცნობის სიმღერას თავისი პაროდიით ასრულებდა იქით ჩვენი გოგა პიპინაშვილი ბატონი გოგა ოსეფას როლში ვაი ეს ერგო შუში ებს ერგომ გაიზნაჩე და აი ასეთი ხმები ტრიალებს ერთი საოცრება და ძალიან დიდი სიყვარული იყო ჩვენი უსაყვარლესი მზია კვირიკაშვილი ნესკაფის ნომერს ამუშავებდა და ისა ცოტა ისეთი საბგრიმანი იყო რომ ნესკაფის ვეძახდით რატო ვეძახდით არის ნესკაფისა 8 საათის მერე არ ჩანდა ოღონდ ეგ იყოს კარგა და თუ არ მოვაჩენთ და მეხიციმათ და ესეთ რაღაცა აი ამ დიალოგებში ხშირად გაიხარა ალბათ ხშირად შემოდიოდნენ ხოლმე სტუმრები მეგობრები მახსენდება ბატონი ჟანრი ლოლაშვილი დიდებული ადამიანი და მამა ჩემის ბავშვის მეგობარი პლეხანოვიდან აი ზუსტად ხო გამახსენდა რა ხდება ჯემბა ლეუნება და აი კონცერტისთვის ვემზადები ჯარი მაგარ დღეში ვარ კაი კაცო მე დავესწრები რა მაგრამ მანამდე არ ჩავსაქნოთ ჯერ ჩავაკონცერტო ჩემო ჯარი აი მერე კიდე შეიძლება და ბატონი ჟანრის დაესწრო რა თქმა უნდა ამ შენ დიდებულ კონცერტს აქეთ ბიძინა მახარაძის ხმა ისმის აგინებმა აგინებს მაგინებს
შემოდის იქიდან ხმა. ნუ ჩვენ აქ მხიარულობთ ერთმანეთს ეს სიყვარულებით, ვეფერებით. მაგინება რო აგინეს, აგინებს და მაგინებას აბინებ ხომ? ეს ახლა არა, ბოლოში. ისე ვერ ვამბობ, კაცო. მერაბ ნიკოლაიშვილთან ერთად გქონდა დუეტი და აგინებს ხომ? ხო. მე დავჩინაგინები. დადიოდა ამის დიდი სიყვარული და სიმინდა მახსოვს ხოლმე პოლოსკენ შენი შემოსვლა იყო. შემოგია და აბა როგორ მიდის იქით საქმე? მამა შენი გეკითხება. კარგია. ოშიანი, ძალიან კარგია. აი ასე მიდის და იყო აი ეს დიდი სიყვარული და დიდი ურთიერთობები. ეს ჯორი შემოგარგო. თავისება. გასახსენებელი ბევრი არის რა. შეგაიხარე. მერაბ, მე კიდე ისე რა მინდა გითხრა რომ ეხლა შენ აღწერ იუმორინას მზადების პერიოდს, მანამდე კაცო იყო მღერიან და ხუმრობენ თეატრისა და კინოს მსახიობი და შენ იმ პერიოდიდან ხარ აი ამ ყველაფრის მონაწილე და ეპიცენტრში ყოფილი. შემოგია რას. მოდი ის სამების გავიხსენო და იქ აი მაშინ პარალელურად შემიძლია ის სიტუაციების გავიხსენო. მახსოვს რომ შევდიოდი სარეპეტიციო დარბაზში იმ ლამაზ ოთახში შენის ხელმძღვანელობით შემოკარგო გია ჩვენი ბურჯანაძე ერის მიგორავს ურემი მიგორავს დელდელა მიდის დაბერდი შენ ჩემო და აი ესე გძელდებოდა იქვე იდგა ბატონი თენგიზ არჩვაძე მივალ მიუყვები თეთრი გზებით მე ჩემს პარასა ბატკან ხელში მყვან დაუმღერია უნანასა და მე ამას უყურებ გაფართოებული თვალებით ჩემთვის ამდენი ასეთი ბუკეტი ბატონი გოგი გეგეჯგორი ჯანსულო აკა შარა კომოჩიტე ჯანსულო ბოშ ქუდირენ თუ ბოხოხია გე და აი ეს რეპეტიციები გადააკეთ ბატონის ზურა კაფიანიზე აგურ მახსოვს საწინ მიდგას ხელის ეჭინ დაბანდებულა და ჭარბება თوار ჩამთვლით ესეთი ეჭი დაბანდებულა დაუთმევია თურმე დავითი და მახსოვს ამ დროს ბატონმა გივი ბერიკაშვილმა თავის შემოყო შეერა კაცო კიდე ლექს კითხულობ აი კახის მოусმინე შემოდის ბატონი კახი წავსაული ამბავი დამემართა კაცო შაყი თავი დაანება ტყივანა მუხლის ოპერაციის გასაკეთებლად წავედია მოსკოვშია. ჩავედი მოსკოვში დამხდნენ მეგობრები, დამაგდეს საკაცეზე, ჩამთხარეს პირში ნარკოზის შლანგი და ეგრევე გამთიშესო. კაცო გავიდა ცოტა ხანი დოდა რაღაც აგრესიული რაღაცა მომენტებია და ვხედა ვიღაც წამ ტუშპომად გაკრასკული რუსის ნაშა დამდგომია თოვზე და მიტყაპუნებს ბატონო კაკი кто я да кто яო მოიკრიფე უკადასკნელი ძალღონე და პირში მივახალე პროსტიტუტკადი სუკა მეთქი და ეგრევე გავითიშო კიდაღა მეორე ფეხი მომაჭრეს კაცო ვერზე დგას ბატონი გამაჩხიგვაზე ადიდებული ხალხი იყო შემოგია რამდენი რამე გასახსენ კაცო შენ რა მოგიდა მე რომ დავიმართა ის იყო ეგრე კაცო შენ ბერდანგო და ზაგელა მე ზასაული დავიმართა თამაშობ და აზრს გესმის და სხვათა შორის აი ეს რასაც ეხლა ვყვები ჩემ მე უკვე სატელევიზიო გადაცემებში გავიდა თვითონ ისინი უკვე სოციალურ ქსელში არიან ჩვენ ამას ვისმენთ პირველად მოვისმინე პოლიცებში რეპეტიციებში ამას ვისმენთ რა ხელა ის იყო რა ახალგაზრდა ბიჭუნა ვიყავი ასე თქვა და კაცო თამაშობ და აზრს ბოდიში მავითხები და ცოტა ზედმეტი მომიდა წინა დღეს ზალება გვინის და მახუზები ვარ კაცო რაღაცა მომენტი მაქვს და საფირფარეშოში შესვლა მომიდე კაცო მივედი კარი და აი მე შეს რამოს დაგავებულია არა კაცო დაგავებულია არა და ამროს ამდენი დროს აღარ არის და აქეთ ეგ აზნაკი დანიშნე სადღაც პარტნიორები იძახიან იქიდან მეუბნებიან გამოდი შენი გამოსვლის როა გამოვდივარ ჩემო ბატონო და ეს თვალები ლამის ასული მაგ შუბლზე და მაყურებლის ხმამესვის რა გარდასახვა საოცრება გარდასახვა კი არა გაჭირება კაცო აღარ ვიცი რა გავაკეთე და ჩემი პარტნიორები მეპათხალიმებიან რა მოგართვათ ბატონო აზნაკ რა მოგართვათ და გარშოგი მემიდან ბატონო გარშოგი და აი ასე ლამაზად და კურიოზებად მოდის თელი ჩვენი ცხოვრება რა როგორც იდგა დილემ მე ერის თუმარი გახდათ ბატონი მერაბ სიძინავა უღრმესი მადლობა მას